გამარჯობა. Სარბიელის პოდკასტი გილოცავთ ახალ 2026 წელს. ჩვენი საახალწლო საჩუქარიც ეს იყოს. დღეს ჩვენ სტუმარია დიდი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე. ბატონ საშა, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ გძანდებით? მადლობთ. სამწუხაროდ წლები ძალიან სწრაფად გადის და წელს 70 წელი შემისრულდა. სხვათაშორის გადაკეთებული არ ამახარა. გილოცავთ იუბილეს. გილოცავთ ბატონ საშა და კიდევ ერთი გვაქვს მისალოცი ჩვენი სარბიელის ტრადიციულ გამოკითხვას, რომელიც 93 წლიდან ტარდება, ბოლო 2 წელიწადია დაემატა ახალი ნომინაცია. ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. და პირველი ლაურეატი იყო მანუ ჩარმაჩაიძე, მურთაზ ხურცილავა და ვინ თუ არა ბატონი საშა ჩივაძე. ილია. სიამოვნებით და ხო ბატონ საშას შევასრულება მისიას და ბატონ საშას გადავცემ ჩვენს ჯილდოს ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ საშა, გილოცავთ. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი სანუკვარი ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის. ჩემი მანუ ჩარმაჩაიძე და ჩემი მურთაზ ხურცილავა ბუმბერას ფეხბურთელები იყვნენ. სოფლიო დონის ფეხბურთელი, სოფლიო დონის ვარსკვლავები და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ეს სანუკვარი ჯილდო მე გადავმეცით. უგულისხმობ. პირიქით ჩვენთვის ძალიან დიდი სამი დიდი კაპიტანი ებერი ხარი. თბილისის ხო ეს ბაშა ღოღობერიძე რას ლაპარაკობთ. უგულისხმობ მადლობა. საკ დაუდოთ მიულოცოთ ბატონ საშას. მიულოცოთ საშა. ეს და აბადების დღეს იუბილეს და ეს ჩვენი ჯილდო წარმატებები და კიდევ, რა ვიცი, თქვენი დონის ფეხბურთელებს მოსწრებოდეთ ბევრს. უგულისხმობ მადლობა. დიდი მადლობა თქვენს შემადგენლობას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ბატონო კობა, ბატონო ილია რომ ესეთი ჯილდო გადავმეცით. დიდი მადლობა. ხეიცოცხლეთ. ბატონ საშა. მოდი თქვენ კარიერაზე მოგვიყევით რა. იმიტომ თქვენი წარმატებული კარიერა, რა ვიცი, მინ ბევრი დაიგვეხნეს. ჩვენ ხოდა ახალ უკაში გაიზარდეთ. დიახ. წეგან სანამ შემოვიდოდით გადაცემის ჩასაწერად, ბატონმა საშამ თქვა, რომ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად, რაც მართლაც ასე იყო და იყო ესე იგი პერიოდი, როდესაც იყო პერიოდი კი არა, თბილისის დინამოს თბილისელი ფეხბურთელებიდან ძირითადად ნახალოკელები იყო, ხო? ოკეი, რა იყო. ძირითადად ნახალოკელები. კრის მარცხენა სანაპიროზე, პლეხანოვი ნახალოკა და ერთად დათო-ყიფიანი იყო და აქეთ ამხრიდან. ეს ჟურნალისტები კიდე სულ იქიდან არიან. არა, მე დიდუბელი ვარ. არა, ის მაინც. ძველი ის. ხო, აი რატო მაინც და მაინც ნახალდოკა საინტერესოა, რა კოლორიტი ქონდა რა. ჩვენ მუშათა კლასის წარმომადგენლები ვართ. პროლეტარული რაიონი და სულ ქუჩაში თამაშობდით ფეხბურთს კაცო და ეხლა მაშინ ფეხბურთი იყო ასფალტზე თამაშობდით. სად არის ხეთ დღევანდელი ესეთი მინდვრები კაცო. ეხლა მე ვანო შუდრა იყო ერთადერთი სპორტული მოედანი იყო ბაზალადეში და ვანო შუდრა იყო ამ სკოლის დირექტორი. ძმები შუდრები იყვნენ, ერთ-ერთი მეკარე იყო სერგო შუდრა. აი ვანო შუდრასთან გაიზარდა მანუ ჩარმაჩაიძე, გოჯა ხარდიშვილი. ეხლა 35 სკოლა იყო, ისაც ძველი 35. იშა მესხი და ორჯონიშვილი და მე კიდე და ძირითადად იქიდან ვიყავით და სულ ქუჩაში ვიყავით და ფეხბურთზე ყველა ნახალუკაში, ყველა ქუჩაში და ეზოში სულ ფურს სამაშობდით რა. დილიდან საღამომდე. შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ 70-ში, უკვე 15 წლის ვიყავი, გადავედი ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლაში, რუსულად ფეშე, ფუტბოლная школа молодежь, გოველოშვილი. აი, გადავედი და იქ მთელი თაობა რა.
ძალიან დიდი ფეხბურთელების. იგივე მომჩორმაჩაიძე, გოჩარმაჩაიძე, ვოვა გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ ჭელიძე, დავით გოგია, კოპალეიშვილი, ვახტანგი, თემურ ჩხაიძე და აი ესე დიდი ფეხბურთელები ოველიშვილის გაზრდილი ვარ და მე იქიდან 73 წელს მოხვდი თბილისის დინამოში. მაშინ ალიოშა იყო როდრიგაძე უფროსი მწვრთნელი დინამოს, დუბლების მწვრთნელი იყო ანდრო ზაზუროვი და ანდრო ზაზუროვი და ოველიშვილი ერთაურის ფეხბურთელები იყვნენ და ანდრო ზაზუროვს დაურეკია ოველიშვილის ხვალო თბილისის დინამოს ძირითად გუნდს მწვრთნელი იყო ალიოშა როდრიგაძე, დუბლებთან თამაში უნდა და ორი ნახევარწრიული მაკლიაო. ბაზაზე, ხო? ხო, დინამოში და თუკავს ვინო ისეთიო, რომ ხოლმე დავაყენო და მე და თემურ ჩხაიძე გავუშვენა. ვახტანგ კოპალეიშვილი უკვე 1 წლით უფროსი იყო ჩვენზე და ის უკვე იქ იყო დინამოს დუბლებში. აი რომ ვითამაშეთ იქ სხვათაშორის კარგი გოლი მაქვს შეგდებული დუბლების შემადგენლობაში. ეხლაც გეტყვის 73 წლის დინამოს შემადგენლობას. აი ტოტოხებთან და იმათთან თამაშობდნენ. კარებში იყო დავით გოგია, მარჯვენა მცველი იყო რევაზ ზოზუაშვილი. ცენტრში მურთაზ ხურცილა, ვახტანგ ჭელი და მარცხენა მცველი შოთა ხიმჩიგაშვილი. ნახევარმცველები იყვნენ კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე და ზორბე გებრალიძე. თავდასხმაში ვოვა გუცაევი, გივინოდი და დათო ყიფიანი. დღესაც მახსოვს ის შემადგენლობა. აი ამ შემადგენლობაში თამაშობდით დუბლები და თამაშის დროს საერთოდ კარებში რო ურთხავ, მეკარები წინ გამოდიან. შევამჩინო დათო გოგია ძირთაც მეკარე იყო, წინ გამოდიოდა და აი მე ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. უელში რო ვითამაშე ერთნაირად მოვიგე, აი გიორგი ქიქლაძე რომ გადაუგდო თავზე. საუთხოვს. ისეთი გოლი შეუგდე. დავით გოგიაზე შემწყვეტა თავი დავხარე რა, რომ მეთქი. და მეთქი და ერთადერთმა კაცმა წონეულა კახი ასათიმა დამიძახა, ბიჭი მოდი ეგო. როგორი ხარ მათი ასე. ვარჯიშენ გარწახვიდო და მე წაგიყვან სახში და კახი ასათიმა ვარჯიშენ წამიყვანა სახში ნახალობაში. ამას რა დამოვიწყებს. აი ესე დაიწყო ჩემი დინამოს დუბლებში. და აგიყვანეს მაშინ უკვე ხო, დუბლებში 73 წელს უკვე სეზონის ბოლოს და 74-ში ეგ თამაში მორჩა და დარჩილ კიდევაც. არა, იქაც ვიყავით, ვოველაშვილთანაც ვიყავით და თან იქაც ვინჯავდი და 73 წლის ბოლოს ალიოშა კოტრიგაძემ მოხსნეს დინამოს უფროს მწვრთნელი და დააყენეს გივი ჩოხელი. იგუმურთან როგორ ხართ? გადასარევი. ჩვენევრად. და გივი ჩოხელი დააყენეს 1960 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი. იმ ნაკრებში თამაშობდნენ სლავო მეტრეველი, მიშა მესხი და გივი ჩოხელი. იმ ფინალი არ უთამაშია ზაურ კალოვის, როდესაც იქ იყო. ხო. ევროპის ჩემპიონები გახდნენ მამა ჩემი იმოში ხო შეიძლება ყველაფერი. როგორ? ნახალუგაში პარიკმახერი იყო და მამა ჩემი საპარიკმახერის თავზე მიწეს გივი ჩოხელს ოროთახიანი ვინა. და მამა ჩემი კრიჭავდა გივი ჩოხელს და 74-ში დინამოში პირველ თამაშში გივი ჩოხელმა დამაყენა და გადის ახლა წლები უკვე დანაგებული ფეხბურთსავი და სადაც უფროსი ვიორდი ერთი მიკითხა ბატონო ალექსანდრევა დინამოში პირველ მინდა გაყენებოდა მოთხარი გივი ჩოხელმა მეთქი და მეგობარი მყავს სოსო მერკაზი და იმან დაგაყენა და თუ მამა შენი კრიჭავდა აბა მოთხარი ბიჭო ლაბალუსა და ბესკოცად მამა შენი კრიჭავდა ასე დამარხდა საერთოდ. ესე იგი თქვენ დაიწყეთ დინამოში თამაში, ჯერ კიდე დინამოს რეკონსტრუქციამდე, ლოკომოტივზე რო იყო თამაში. ლოკომოტივზე თამაში პირველი თამაში. თქვენი თამაში პირველი რომელი იყო მანდ? 74-ში მე მგონი ლენინგრადის ზენიტთან თუ აღარ მახსოვს რა ეს. ბატონ საშა. ითამაშეთ პირველი თამაში და დაიწყეთ და დაიწყეთ. თუ როგორ იყო? ნელა გაჩვენა. აი, კოვა როგორ იყო, რომ ახლა მე რო ვითამაშე საერთოდ არ ვიცოდი რა იყო ტრენაჟორი. გუნდის უფროსი იყო ნოდარ ახალგაცი, გივი ჩოხელი და იქ რო შეგვიყვანეს რო ჩამოვკიდეს აიწიო ხელზე, ორჯერ ვერ ავიწიო. პრესიო, რა პრესი მეთქი აზიარი ვარ არის. შტანგო არაფერი. აი ეს ბარიერზე ხტო. იმის შემდეგ 2 წელი მომიდა, რომ მე დღე არ გამისდენია ტრენაჟორებში
ვარჯიშები ვარ შევსულიყავი და სანამ არ მომძლავრდი 2 წელი მომინდა რომ აი ეს იმ დონეზე ავსულიყავი რომ ხელში რო ძალა მქონოდა, მუხლებში რო ძალა მქონოდა, პრესი რო მქონოდა და 16 წლის შემდეგ უკვე ყველაზე მეთამაში აქვს ბასაღობერიძეს აი ის და მე მემახ. რა ესე რომ იმის შემდეგ მე ტრამვა ერთადერთი ტრამვა მივიღე სოფლიო ჩემპიონობის წინ. აუ ეგ 86-ში ხო? 86-ში ხო? იმაზე რაღაც რეკორდზე მიდიოდით. მარტო პლატაში ქონდა ერთი თამაში რო გეთამაშა. სეზონი და ისა იანვრის თვეში ჩატარდა ტურნირი ესპანეთში და საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი ტურნირის. და რო ჩამოვედი თბილისში, დინამოზე რო ვარჩევდით, გია გურული იყო ეს ფეხბურთელი და ვარჯიშის შემდეგ მე პაიქრებოდა რა, რომ ჩამოწოდე თავით ვინფორმეთ შეაგდებოდა და ტრამვა მივიღე რა. სოფლიო ჩემპიონატის წინ მექსიკაში აი ეს ტრამვა რომ მივიღე, ერთი თვით ადრე ნაკრების წვრთნელი იყო მალაფევი და მოხსნეს და დააყენეს ლაბანოს. ეხლა უკვე ტრამვა რომ მოვირჩინე პირველ თამაში გვაქვს უნგრელებთან. ხო და ლაბანოვსკი მითხრა რომ მე უნდა ვიცოდო შენ დაგაყენო ხვალ თუ არ დაგაყენოდა. ორ-ხრი თამაში ქონდა რაღაც მეოთხე ლიგის გუნდთან და ხვალ დაგაყენებოდა. თუ ბოლომდე ითამაშო, ესე იგი ძირითადში ითამაშებოდა. მე 20 წუთზე ეს ტრამვა გამიმეორა. სოფლიო ჩემპიონატის წინ, უნგრელებთან წინ და ლაბანოვსკი მითხრა შენ ვარ ხარ კაპიტანი, კაპიტანი ვინ არისო? მოხდა დასავე მეთქი და არაო. იმ წელს კევი დინამო მეორედ მოიგო ევროპის თასი. დემიანენკო რო და გუნდმა ერჩიოსო და ეხლა 10 თუ 11 კაცი კევი ვის აიჩევდნენ. აიჩევს დემიანენკო რა და სამივე თამაში იქ უნგრელებთან, კანადელებთან, ფრანგებთან და უკვე ეთამაშებთ ბელგიის ნაკრებს და ამ დროს ჟურნალისტები მექსიკაში და ბატონი კოტე მახარაძეც ესწრება ლაბანოვსკის პრესკონფერენციას და ყაზალახარაში ვართ ნაკრები და კოტე შემოვიდა ჩემთან და ხვალო შენ ბელგიასთან ძირითადში ხარო. კოტე მითხრა მახარაძემ და ვემზადები რა რომ ხვალ უკვე ძირითადში მთელ საქართველოს გადაურეკავ. ბატონო კოტე რო საშაჩიოზე ხვალ ითამაშებს ბელგიის წინააღმდეგ და დილით თამაშის ძღერი ვარ ეს დილით რო პატარა ვარჯი გვაქვს ლაბანოვსკი არის უფროს მწვრთნელი და სიმონიანი გუნდის უფროსია და სიმონიანი მოვიდა და მეთქე საშაო თელი ხამე ფიქრობდით და მოდიო რა ხვალო რეზერვში ჩაჯექიო რა კიდევ რო გაგიმეოროს ტრამვა მეოთხე ფინალი არის და ცხოვრებაში პირველად დაჯექი ნაკრებში რეზერვში და ის თამაში ანუ ესე დარწმუნებულები იყვნენ რომ გაივლიდნენ. ხო რა და მე ლაბანოვსკი მითხრა რომ ეხლა ჩვენ ამათ ბელგიას მოუგეცოთ მე იქო დანია შეგვხვდებაო ესპანეთზე არა ქონდა დანიას მაგარი გუნდი იყო ხო და იმან ტრაგენერი შეუგდა რა და დანიისთვის მომემზადო თან დრო გავა და მოგიჩება ტრამაო და აბა ესე ახსოვს რაღაცა იმაზე მიდიოდა რეკორდზე კი არა რაღაც მიღწევა იქნებოდა ერთი წუთი მაინც რო ეთამაშა ბატონს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ის იყო ძალიან მძიმე და უსიამოვნო მასაში ნაკრების გამოვა ნუ მაგ თამაშზე ხო იმასაც ამბობენ რომ თამაშგარეები იყო და ის კი ორი საჯიშესწრომები იყო კი მაგრამ მოდი ერთი წუთით რაღაც თუ შეიძლება დავბრუნდეთ ცოტა ისე ძველ დროში და უთხრათ ჩვენს ახალგაზრდა მაყურებელს ვისაც ბატონი საშას თამაში არ ახსოვს რომ ბატონმა საშამ დაიწყო ნახევარდაცვაში 6 ნომრით თამაშობდა და 1977 წელი იყო თუ არ მეშლება შახტიორთან თამაშის დროს როდესაც ჭელიძე დაშავდა ან კანთელაძე ან ჭელიძე დნეპროპეტროვსკში ანუ აი ის რომ გაიხსენოთ როგორ გაახდით ცენტრალური მცველი 77 წელია ციურიხში ვარ თამაშობთ გრასჰოპერს ნახევარმცველი ვარ, აქ ერთი თროლი გვაქვს მოგებული და იქ ორი თროლს ვაგებთ. მე ნახევარმცველი ვარ და მეკარეც მოვატყვილე და ძალიან კარგად უნდა შევაგდო ბურთი და წამაქციეს.
საჯი იყო კიტაბჯიანი. კიტაბჯიანი. ფრანგი არბიტრი. ფრანგი, სომეხი მითო. არ დანიშნა პენალი და შოთა ხინჭიკაშვილი ცენტრალური მცველი იყო და გამოიქცა ჩვენი ნახევრიდან. და უწმაწური სიტყვები და კიტაბჯიანს ცუდიმით მიმართა რა და მიცეს წითელი ბარათი. შოთას მიცეს 5 თამაში. რომ ვერ ითამაშებდა UEFA-ზე. ეხლა მეორე წელს 78 წელია და ნოდარ ახალკაცმა ქუთაისთან ჩამოიყვანა თენგიზ ულაქველიძე და ცხონებული გოგოლაძე იყო ასეთი ჭიათური ფეხბურთელი და UEFA-ზე რომ ცენტრალური მცველი ფირუზ განთელაძე ყავს მარტო და ხო უნდა ითამაშოს გორზე და ეხლა გადაწყვეტილება მე რა როგორ მიიღო ნოდარი და კიდე მე ისაც ვიცი რომ ბიჭებმა უთრესო საშა დავწიოთ უკანო რა და მე კოტე მახარაძისგან ვიცი ეგ ისტორია ხო და აი დამწიეს უკან რა ნახევარწელიდან ესე იგი კიტაბჯია მთელი ქვეყანა რუაგინებს არ ყოფილა მადლობა გქონია სადმე არ ყოფილა საკითხი თქვენი რეაქცია როგორი იყო თქვენ როგორ მე ერთი თამაში აქვს ნოდარ ახალკაც ნანახი 74 წელია დნეპროპეტროვსკში თამაშობ მაშინ დუბლში ვარ ხან ძირითადად და ფირუზ განთელაძე იყო ცენტრალური მცველი და შოთა ხინჭიკაშვილმა ტრავმა მიიღო ვარჯიშზე დნეპროპეტროვსკში და ჩვენ დუბლში თამაშობთ დნეპროძერჟინსკში და შოთამ რო ტრავმა მიიღო ფირუზ განთელაძე ჩვენთან თამაშობდა მეორე დღეს გადაიყვანეს იქ ძირითადად თბილისის დინამოს დნეპროპეტროვსკში და დუბლში ვიღაცას ხომ დაეთამაშა ცენტრალური მცველად და ხივი ჩოხელი და ნოდარ ახალკაცი გუნდს უფრო მე დამწიეს რა დუბლში პირველად ვითამაშე იქ დნეპრო ესე იგი სტუმრად ნოდარ ახალკაც ახსოვს იქ ჩემი თამაში დუბლში ცენტრალური მცველად და იქიდან ნოდარი დასკვნა გააკეთა რომ საშა გამოცადოთ და ესა დავხდი აი მე კოტე მახარაძე მიამბო გეტყვით როდესაც თქვენ იყავით მაშინ ნაკრების მსნელი ბულგარეთში რო ვითამაშეთ უკანაგზაზე თვითფრინავში მოფრინავდით და ბატონ კოტეს სიგარეტი უნდა გამოუწყდე და მაშინ ვეწეოდით და ისინი რო არიან სტუარდასები ფარდისიკი იქ ვეწეოდით და მოკლედ ერთად ვისხედით და ბატონი კოტე მაწეინებდა და მაწეინებდა ამ სიგარეტს და ესე მთელი გზა ესე მე დავში უსიგარეტოდ ხო იმ გზაზე და მაშინ მიამბო რომ მანუჩარს და დათოს ყიფიანსაც წვლილი მიუძღვით ხო ჩემ ორივე მუთხრა რომ საშა დავწიოთ ხო აი ესე იგი მასწორია ეგ ისტორია ბატონ საშა ეხლა ერთი ჩემ ილო ბოდიშ ერთი წან ჩემ თავს გადავამოწმ ბრაკე ამ თემაზეა საუბარი ბოლო წლებში კარიერის წინ ხო გაქვთ ნათამაშები ერთი-ორი თამაში კი თავდასხმაში და ბომბარდირის გავხდი დინამოს ხო თავდასხმაში ყველა პოზიციაზე მქონდა ნათამაში ო აი როგორ ესე მახსოვს კი რო ისა ცენტრფორვარ ბოლოს რა ბოლოს კი ბოლოს რომ ამთავრებდი ეხლა არ მინდა ეხლა ისეთი რაღაცები გამოვიყვი თქვა აი მე 87-ში დავონებ ფეხბურთს თავი 87 წელია ჩამოვედი ნაკრებიდან და 86 წლის ბოლოს ნოდარ ახალკაცი მოხსნეს წვრთნებიდან და კახი ასათიანი არის დინამოს საბჭოს თავმჯდომარე. სეზონის ბოლოს 86-ში კახი დამიძახა და მოდიო. ვიფიქროთ რომ ვინ დავნიშნოთ დინამოს უფრო წვრთნელად და ზივართ ეხლა მე და შალოვიჩი კახი ასათიანი და ფიქრობ და ამ დროს ზარი დაურეკეს კახას. იქა დინამოს საბჭოში ვარ და კახის ფერი ეცვალა და ბატონო შოთა არა ვარ მე და თორე შოთა გორგოძე ურიგავს კახის გუშინო მე და ჯუმერ პატიაშვილმა გადავწყვიტა და შენ იქნები დინამოს უბრალოდ მწვრთნელია. კახის აი როგორ გადაწყდა და მე შეხვედრაც იყო სტადიონზე გულშემატკივრები. აი ესე გადაწყდეს კახის და კახი მოთ არა ვარ მეო ის მწვრთნელად რაღაც ეს სხვა დატვირთვა აქვს და არა გადაწყვეტილია და კახი დანიშნეს. 87 წლის შუაში კახი მოხსნეს და მე ნაკრებში ვარ და ჩამოვედი და დანიშნეს ზონინი. კი ბატონო. არ ვიცი რომ ზონის ბაზაზე მივედი დინამოს ბაზის გარშემო უამრავი ხალხია და ზონინი ატარებს ვარჯიშს. შევედი, დავჯექი ახლა იქ ნაკრებიდან ჩამოვედი და ცხონებული რომან გვენცაძე ქალაქის სამართლის უფროსია
რო დამინახა, გაუხარდა და მეო დამნიშნეს გუნდს უნდა გუნდთან ახლოს უნდა ვიყო რა რომ დინამო როგორ გავარდეს რა უყურებ ახლა ზონენის ვარჯიშს და გავარძელო აბარა ისეთი ვარჯიში შევხედე მე ახლა არ მინდა რა ახლა ნათელში იყო ზონენი ხო გარდაიცვალა რამდენიმე და ახლა აი თბილისის დინამოს ვარ ეკადრება ისეთი ვარჯიშებია და ეთქი ეხ საიდან ვინ მოიყვანა საიდან ჩამოიყვანეს და 31 აგვისტოა 1 სექტემბერში 2 სექტემბერს ვეთამაშებით ბაქოს ნეფჩის და გძინა წყნარი საათია და გაგვაღვიძეს ჯუმბერი ლიჩპატიაშვილი მოვიდა ახალი დანიშნული ცეკას პირველ დინად გაგვაღვიძეს ყველანი და როცა მთავრობა მოდიოდა თუ ჩვენ ბიჭები რო ვიკრიბებით თუ ჩვენგან ახლოს იყვნენ მოსაფერებლად მოდიან მაგრამ თუ შორს იდგნენ უნდა გვისაყედურო შორს ადგანა სუდის ნიშანი სუდის ნიშანი ილია და შეგვიყვანეს დარბაზში და ეს თარობა იქით ადგას ბატონი ჯუბერი ცოტა წინ არის გამოწეული და ჩვენ საერთოდ აქეთ ვარ და სიჩუმეა და ველოდებით ზონის თბილისის დინამოს მწვერვალობა არის ცეკას ნომენკლატურა და არ არის ჯერ გაცნობილი ზონი ეთყობა ბატონ ჯუმბერთან და რო ჩამოვიდა ზონენი მიხვდა რომ ბატონი ჯუმბერი ცოტა წინ არის და ეს არის ალბათ ცეკას პირველი დივანია და ბატონი ჯუმბერი მაპატიეს უნდა მოყვედა და ზონენი მიხვდა რომ ცეკას პირველი დივანია და ზონი მივიდა და извините ჯამბული ლიჩო ჯამბული ჩატი მასე იმაგინე ჯამბული ოდაგო დინამოს გააჭა აწნა სიცილი და ბატონმა ჯუმბერი არ გაიხედა იქ და მოვიდა ჩემთან და რამდენი წელია დღეს ვიცნობ დიდი ხელნებით რესპუბლიკას არ ექნება პური ხორცირძე მაგრამ ჩემ ხელში დინამო გავარდეს პირველი ტერი მეკნე შენიო გაიგო და წავედი აი ავედი ზონიდან და უთხარი რომ გუშინ ვარჯიშს უყურებდი რა თქმა უნდა ცუცელიც იყო ვარჯიშებსაც მე მოგცემ როგორ ვარჯიშებს ეკალა ახალგაზრდა ვარჯიშები მაქვს აწელი ლაბანოვსკის ბესკოვის ჩარდა და ამ ვარჯიშებსაც მე მოგცემ და შემადგენლობასაც მე დაგეხმარებ მეთქი და შეშინებულია ზონი ხმას არიგოს მეორე წრე ფაქტიურად მე ვიყავ გუნდის უფროსი მწვრთნელი და აი ვერდერთან ერთ თამაშეთ ისეთი გახარებული შემოვიდა ავტორხელი გასახდეთში რომ გავიდნენ მე და სულაკველიძეს გითხრა რომ წამოით ორივენი ბრემენში მაგრამ მე უკვე რომ დავინიშნე უკვე რომ მოთამაშე წვრად სულ შეკრებაზე მყავდა მთელი გუნდი და ბურთის დანახვა არ მინდოდა რა ისე დავიღალე რა აიცა ვერდერში სათამაშოდ უბრალოდ პატიჟებდა არა სათამაშოდ აი გია ისიანი არის კი ბატონო აი გიას უნდა ურეკავთ გია გეტყვით ეს არის 87 წელი მანამდე იყო სოფიის ლოკომოტივთან იყო მანამდე და რუმინეთის ის იყო ბუქარესტის ვერდერის გამოგდებული ყავდა ბოლო წუთზე ერთი დროს ვიღო ისტორია რუმინეთი და ვიქტორია ხო ბუქარესტის ძალიან საინტერესოა ეხა ვერდერმა მანამდე 6-2 მოუგო მოსკოვის სპარტაკს და ბევრს ეშინოდა მაგ დროს რომ ეხლა ამათ რო ამდენით მოუგეს რეალურად ჩემპიონ გუნდს რო ესეუგებენ დინამოსთან რაღა იქნებაო და იქაც სხვათა შორის ცუდად დაიწყო თამაში 2-0-ს ვაგებდით და აი მე 2-1 გახდა 2-1-ით დამთავრდა და აი როგორ მოხდა რომ იმ 2-0-ის მე გუნდი გამოფხიზდა და ესეთ გუნდთან მართლა კარგი ესეთ თამაში ჩაიგდო. ახლა როგორ გითხრა თავის ეს არ გამომივიდეს კაცო ახლა ეს. რანაირად უნდა გამოგივიდეთ ბატონო. ნუ ესე მოთამაშეც ძელი ვიყავი, ვარჯიშები გინდა და ბიჭებიც ისე ვიყავით რომ ვერდერის გამოგდებული ყავდა რა. ფაქტი ხო? აი თენგის სულაკველიცეს რომ ფეხი არ დაცდენოდა εκεί. რა მომენტები და ერთი მახსოვს ჩემს უსაყვარლეს რამას შენგელიას ჰქონდა ერთი მომენტი შევიდა მეკარესთან პირისპირ და მე მგონი აბოძზე წავიდა კარში დარტყმის მაგივრად თუ აი რაღაცა ესეთი ნიუანსი კი შეეძლო რამაზი და გასულები ვიყავით ხო ძელი კიდე და რა მომენტები ჰქონდათ აქ პირველ ტაიმში 4-0-ის თამაში გადაუარეს პირველ ტაიმში გერმანიის ჩემპიონს წარმოიდგინე კი გასა ბატონ საშა მოდი ისევ ცოტა უკან დავიხიოთ
კაპიტნად როდის აგირჩიეს და როგორ? ჯერ დინამოში. ხო, დინამოში როგორც იყო და მანუჩაირო უნდა წავიდა. ეს ისტორია ხა. ხო, ნუ მაშინ რაღაცოდ ის იყო რა ხო. მანუჩარს თვითონ აქ მოყოლილი ჩვენ გადაცემაში ეგ-ამბები, ასე რომ ჩვენ ნუ ხო და იმის შემდეგ მანუჩარის ასვლის შემდეგ ჭილაი მიყვერთი თამაში და მე თემა გუდვა მიამერჩია. ეგ ესე არჩევნები იყო კრებაზე. დათო მოარითხა. კაპიტნობაზე და ყველამ ერთხმად საშა ავირჩიოთ. ნაკრებში რაღაც ამას ეს თემა მოყვა. 80 წელია ოლიმპიადაზე ვარ. კომკავშირის დივანი ვარ ნაკრების. და ნახევარფინალში ხო წავაგეთ გერმანიასთან და დაბოგვილები ვართ და ეგ მოსკოვში ოლიმპიადა და გაზა იოგანესიანის შემწამარა კარტი ვითამაშეთ და შეკრებაზე ბესკოვი კარებს არ გვაკეთინებდა. ოთახის კარები? ხო, და მე და ხიდატული ვართ ერთად ოთახში და მაინც ესეც თათარი და ასე დავიწყეთ ცეკვის თამაში. ამდრე შემოვიდა რამაცევი. და რო დავირახ კარს რო თამაშობდა, რო წავიდა გაზავამით კარები დაკეტევა. რატომ დაკეტევა რა? დავუკეთე და 5 წუთში გავგონე. გავაკეთე ბესკოვი. გასაკეთებ თქო. რატომ დაკეტილია და თუნდაც ჩაგუშვა რა. არც მოვიტყვილები კარსა თამაშობთ, თუ ჩემი ხათრი გახო რა. შეიშვით. ეს ამი ადგილიც იუგოსლავიის მოუგეთ და ერთი თვის შემდეგ ბესკოვის დატოვეს. საშტრენერ და დაამოდეს ლაბანოვსკი და ახალკაცი. ხო, ტრიუმვირატი რო იყო. და რამაცევი. რომელმაც ჩაგვიშვა. აგრეთვე აღარ გამოიძახა. თვითონ. არა, იმაშკაცი გასაბესკოვი. ხო და რო შემოვიდა ბესკოვი, ახლა მე ისე დავრჩიო და შესაძლოა თამაშები იწყება რომ ესპანეთში ჩემები და კაპიტანი უნდა ავირჩიოს და კაპიტანი ჩვენ უკვე არჩეული გვასო და ვინო და საჩა ჩევაძე ნაკრებში. მეც მაგაზრს ავარო და ესა ვინ უთხრა შეული კაპიტანი უკვე არჩეული. ბიჭებმა. იქ გუნდის დემიანკო და ყველამ რა ერთხმათ. ესე ამირჩიეს და დინამოშიც კიდე ეგეთი ამბავი იყო რა რომ მანუჩარო გაუშვეს დათოკეფიანეს და მანუჩარა შორის ხო იყო რაღაც ვიქო. ხო. დათო არი ფიქრობს ხალხმა რომ მე რო კაპიტანი დავინიშნო, ესე იმიტომ გავაგდეთ გუნდა მანუჩარო. კი ბატონო. საშა ავირჩიოთ ჯევაზეო და განსორგი ვარ. ჟიული შარტავა მაგარი საყდური მომცა 79 წელს გაბელიამ რომ გაზოეს პენალიო. პირჯრის გამო. ხო, დიდი იმით უჩვენებიათ. და მოვიდა ჟიური კარსატოვში და მაგრამ დამიძრია. რომ არ მუშაობ კომკავშირლივით, ის გაბელია. ხაზი და დამთავრდა კრება. გამოგზავნა ვიღაც და შევედი. ესე მქონდა დავალება და გადამკოცნა დიდი მაგიზე. ჟიური კარსატოვში. თქვენ რაიონული მასშტაბით გამეორებაზე ამოიღეს მე ეგ ეპიზოდი. გამეორებაზე პირჯრის გადაწერის მომენტი ამას. საშა, იმ სოფლიო ჩემპიონატიდან ერთი, ნუ განსაკუთრებული მომენტი უნდა გაგახსენოთ, როცა შოტლანდიასთან გოლი გაგახსნა. იქამდე შეცდომა და ერე გოლი და ძალიან განსაკუთრებულად გილოცავენ დიდი ემოციები აიქა და აი რა გითხრეს თანაგუნდელებმა და თქვენ თვითონ რა იგრძნით? ნუ თამაშის წინ შვება. თამაშის წინ ფეგვაწყობდა. ხო. თამაშის წინ ის დაგველენეს ბიჭო რაღაცა ეს სითხე რა, კონიაკი იყო თუ სპირტი იყო, რომ აი მასე რომ მედიხარ შეტევაზე. ომში ალევინებდნენ თურმე რომ გიახრავრასი. ვა. არ დაგველენეს ეს კაცო. ვა. სიტამამის გულისთვის და ეხლა ბურთი მოდის რომელსაც 100-დან 100 რო გავაჩერე გურზე და ფეხი დამისა რა. იმოქმედა. რატო იმოქმედა იცი? ეს ცოტა არ უნდა დალიო, უნდა დალიო მეტი რომ ბევრი უფრო ისე რომ დუნდები. უერენად რო ხარ რა. ცოტა დალევული უერენად. შეცდომა გამოდის. ერთი დროს ვაგერთ, შევედი გასახდეში კაცი შვილი ხმას არიღებს. ვაგერთ და არც ბესკოვი, არც ლაბანოვსკი, არც ახალგაზრდა იჯებს უთხარი. აი ეს 45 წუთი მეთქი, მე დამით მეთქი. მე მომეცით. ჩემი გულში ითამაშეთ მეთქი და თუ ვერ გავართ მეთქი, მე ფეხბურთს ვანებებ მეთქი და აუ მოვარდნე ბიჭები და აუ აზე და დაწანდა შევაგრილო. ეხლა ეს იმ ხელა რამე იყო. ერთი თვის შემდეგ
მე მქონდა იმის რა ქვია, აეროპორტში იქიდან გადიხარ დეპუტატები. ხო, ვიპის ეს. სამთავრობო და მოსკოვში ვარ, მონაკოვოდა და იმაში ზივარ და შემოდის გილიგაშვილი პავლე და ოთარა ჩერქეზია და დამინახეს. ჩამისვეს შუაში, მოსკოვით თბილისში. დავაზუსტოთ ცეკას ესე მე. ხო და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე და შუაში ჩამისვეს და ოთარი მეუბნება ჩერქეზია რომ ესე იგი პირველ ტაიმს რო ვაგებთო. მთელი მოსკოვი ურეკავს შევარდნაძესო. Что это с вами с грузинами? შერო გოლი შეაგდო. ედვარდ ამბროსევიჩი ორი ფეხი დახტა მაგიდაზე. ორი ფეხი დახტა მაგიდაზე. ესეთი ემოციური კაცი იყო. ხო და მე კიდე რამაზანს შეაგდო. ხო, მე თან რამაზანში. ეხლა რამაზა იყო ძალიან დიდი ფეხბურთელი რა. ესე იგი ოჯახიდან რამაზას რა არ შეგვიძლია ხოლმე რაღაცა და მე რომ მიდიოდი მე ატანი და მიდიო რომ დავლებდით რაღაც სახში ამყავდა და რამაზე მეუბნებოდა რა ბრეჟნევი დავყავყარო ესეთი კეთილი ადამიანი რამაზი არაჩვეულებრივი ბატონ საშა მოდი 91 წელზე რო არ ვთქვა ეხლა არ შეიძლება ყველა ძალიან რომელიც თანში გაგიჭირდათ 91-ში? ხო იყო რამე 9 თამაში ითამაშეთ. რა ვიცი, როგორ გითხრა ახლა, ისე ვიყავით ერთმანეთში დარწმუნებულები რომ მანამდე სანამ ეს ხეს ვეთამაშებდით, ისე თამაშებოდით? კასტორიას? კასტორიას მანამდე? უოტერფორდი. არა, კასტორია იყო და უოტერფორდი. უოტერფორდი. ხო, და მე ვესტჰემი და მე ვესტჰემი, მე ფეინორდი და ფინალი. ალბათ ფეინორდი. ფეინორდი რა კაცო. მეორე თამაში. საჯმა რა, რაც იმ აფრენის საჯი. ვიორე. და ის საჯი უეფამ კი არ დასაჯა. თვითონ ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ აუგზავნა ნახევარწრიის. როგორ შეიძლება ბიჭო რაც მაგარი იყო. 4 გოლი არ ჩათვალა. იქ საშინელი პენალტი. ორი ნაღდი გოლი არ ჩათვალა. ხო და პენალტი. პენალტი არ დადო და კიდე ეგ არის საინტერესო, აი როგორ გაუძელით მაინც ახლა ყველანაირად, ნუ ჩვენ უკვე ისე ვიყავით. ჩვენ ეს შანსი რომ გაგვეშა ხედიდან. გამორიცხული იყო რა, იმიტომ ყველა ვიყავით ერთმანეთზე უკვე ეს იყო ჩვენი ბოლო ის. ერთმანეთს ვენდობოდით. ერთმანეთი გვიყვარდა. ყველანაირად მამაღალი სიტყვა არ გვითქვია ერთმანეთში და ყველა ერთმანეთში დარწმუნებულები ვიყავით რა. როგორ შეიძლება ახლა? მაგარი გუნდი ვიყავით. ძალიან მაგარი გუნდი. ახლა ეს დამოუკიდებელი საქართველოს რო ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად დიდი რაღაც წარმატებას მივახცევთ. სადღაც იმაზე მინიმუმ სადღაც ევროპის ნახევარფინალში შეიძლებოდა იმ გუნდს კიდე თქვა ჩემპიონთა თასიც მოეგო. მეორე წელს ვითომ არაფერი ნახევარფინალში არა, ხო და სტანდარტთან. იმ სტანდარტთან ჩვენ უხსოვდა რომ ეგენი ცხოვრება კახეთსაც აფსაიტებს ვაკეთებთ. არ ვიცოდით ეგ. ეს ტახამატა რო იყო კაცო ეს. ხო. ნუ აბა ახლა ტახა. ნუ ტახამატა დიდი ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ გუნდური თამაში ჰქონდათ ისეთი კაცო. ყველა შეტევას აჩერებდნენ ამ იმით. ხო. ეგეთი რაღაცა მანამდე ანუ მაგ თამაშგარებთან მოუმზადებლები იყავით, ხო? ხო, რეალურად არ ვიცოდით. რო ვაკეთებდი. და მე რამდენჯერმე წადე რომ გადავაგდე და მარტო სუმაქცევდნენ. ხო. არ გაც. მე მესხი შემოიყვანა ახალგაზრდა. მიშა შემოიყვანა, მიშა ახლა იქ როგორ იყო იცი აი ეს რაღაცა მე მანამდე არ მქონდა დანახი რომ ესე გიჟებივით ერთ დაწყაპუნებაზე თუ დაძახილზე მთელი გუნდი ესე კომპაქტურად ესე გამორბოდეს ანუ ის კი არ იყო რომ აი ხშირად გვინახავს ხელოვნური თამაშგარე რომ ვიღაცა რამდენიმე კაცი ორნაბიც გადა არა ეგ კი არ იყო აი ეს ჩამწკრივებულები ესე გამორბოდნენ და ძალიან ისე ბატონ საშა თქვენ საუკეთესო თამაში პირადად თქვენი ეხლა ეგ როგორ გამოვყო რა ვიცი ეხლა მე ეხლა ლივერპულშიც ვესტჰემთანაც კი მაგრამ ძალიან ნაპოლიშიც კი იქ ეს არ ვიცი რა რომელიც იქ ეშვაილერმა რო არ ჩათვალა ჯარიმა აბა ნაპოლისთან იცი როგორ არ ჩაგვითვალე ბიჭო გოლი შევაგდე და სტენკიდან გამოვარდა მე რა შუაში ვარ მე გას ხო და მეორე დილით ნოდარი მეუბნება რომ სასტუმრო
500 მეტრი იყო რა და ნოდარი დაბომბვილია რა. ეშვაილე სადაც იყო სასწაულში. იქით გავიარეო რა და მე რო გავიარე ეშვაილეს აცილებენ და ბაგაჟნიკში რაღაც თერმო ნაპოლი რაღაც ჩაუდო და ესე უყურებოდა ეშვაილეს უჩვენებია. 50 წლამდე თუ 55 წლამდე იყო მაშინ. ხო, ბოლო თამაში იყო რაღაცა. და ესე მაჩვენაო რა რომ აბატიო რა. ეს ბოლო თამაში იყო. ჩემი ბოლო თამაში იყო. ბოლო თამაში იყო და ნოდარენ ესე მითხრა რა რომ ჩვენი რა ბრალი. ეხლა ერთი ისეთი რაღაცა მინდა გაგახსენოთ, რაც არ ეხება დიდ ფეხბურთს და ჩვენ ალბათ თქვენ აღარ გახსოვთ ერთხელ ფრანკფურტიდან იმაზე რა ქვია გენგში იმაზე კენჭისყრაზე ნაკრების კენჭისყრაზე ერთად ვიმგზავრეთ ილია კოკაია იყო ცხონებული მოვა იყო გუცაევი თქვენ მე და ილია კოკაიასიძე იყო და მაშინ მოყევით ისტორია რომ მე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი რაც გამიტანიაო გპ-ში თამაშობდიო თორემ ბათუმშიო ხო და ეხლა ამხელა საშა აბა ლოკომოტივის ბაზაზე რა აქ თბილისში უმაღლეს სასწავლებლებს ის იყო. ეხლა ანხელა საშა ჩივაძის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი არის. სასწავლებლების პირველობა იყო და ლანჩავაიდი კარებში ჩვენ გპ-ში ვსწავლობდი. რა სასწავლობდი და. ხო და ბათუმს ვეთამაშებით რა და. ბათუმს ეთამაშებით ხო. და გპ-ის გუნდში ვარ და მეკარე წინო გამოვიდა. ბათუმის ძენოს მეკარე პავლოვი იყო თუ იყო? ბათუმის ძენოს მეკარე რა. რო გამოვიდა საჯარიმო რო დაარტყა მე ესე მწდება რა ბურთი რა და ესე მოუტრიალდა ფეხით გავაჭა ისე გადმოვიგდი ახედა ტვინში ხომ ახრეს საჯარიმოზე წინ გამოსვიდა ცენტრი ვარ რო გადმოვიდა ეგრევე დავარტყე ხაერი აქედან წამოიღე და პირდაპირ დავარტყე ცენტრი და გაიტანა პირდაპირ და ეგეთი რამაზი გოლი არ გამიტანა ლანჩავაიდი კარაში. ახლა ეგ ვიცოდი მე იმიტომ რომ ერთად გზავდგენე ესა რომ აი აქ ავდგება წეჩი. იმან დაარტყა პავლოვმა მე ესე მოტრიალდი ფეხით გადმოვიდე ხო ვიცოდი რა საკითხი გამოსული და და ავტომატურად ბრახბიდა. ხო და აი მინდოდა რომ მე რეკორდი მაქვს გიო 80 მეტი გოლი მაქვს შეგდება. ერთ-ერთი ყველაზე ის ხარ. ერთი წელი ვიყავი ბეკენბაუერს ამორჩევი. დინამოს ის ვიყავ ბომბარდი ერთ წელი. ესე იგი მე რო ნახალუკაში რო თამაშობდი ბავშვები წინ და უკან. იმიტომ არის კაი მინი ფუტბოლი რო მინი ფუტბოლში ვარ გენიოსი რა რა. 4-4 5-5 რო შეტევასაც სწავლობ. და ბურთი წართმევასაც. უნივერსალი იზდები. მე და ყიფო ესე გავიზარდეთ. მაგარი სურათი არის ჰამბურგში ვარ გობა 79 წელია. ხელს რო იშვე. მე კუცაევი და ყიფიანი ქუჩაში მოვდივართ. ხო არის ეგეთი ფოტო კი? ჰამბურგში 79. კი. და ყიფამ გითხრა მე და ვოვას რომ რემოც ვამთავრებო. და შტებს წეიდა ვიკლჩატელი მაყენიეთ ჰამბურგში. აი სურათი გადაღებული ჰამბურგში. მაგაზე მიდიხარ? ხო და მივიდივართ. რომ ჩამოვიდით თბილისში ერთ-ერთი შემდეგ ვოვა მეუბნება რომ წამოვიდით ნახოთ რა რემონტი გაკეთება. სახში არის მარტო ყიფო და ელექტრიკი. არტუშა. საერთოდ დავმახსოვს ახლა არტუშა მოგიყვებით. აი საშაჯანო შეხედე რამხელა სახლიო. კონტროლკას ვაკეთებო. ეს ოჩიკი არის პადეშიო. ეს ყიფო ხო განათლებულია. დედაში კითხულობ შექსპირს ატომური ბომბა რა კურჩატოვი ყიფოს მოგონილია და მაშინ მართლა ორიგინალი მივეციო ყიფოსო. არტუშა მეუბნება და უთავრია. მე რო იქიდან დაგიძახე პადიესთან. ერთმანეთს დაადეო. პადიესთან უყირვარ. დავადე, ჩამოწერ რუბილიქს არინთებო. დავიარი ამხელა სახლის ადმიაშიფკა ხუარა მაკო. კიდე დავადე ჩავარიდო და მივედი ეს ყიფო გადათლებული. თურმე ერთმანეთს ადევს. წრედი როგორ შეიძლება ყიფო ესეთია კურჩატოვი. შექსპირი. აი, კურჩატოვი და შენი. ერთმანეთს ადევს და პოლოსა ყიფოს ხوار დაუნდრდია და ისე ვარტუშას დაუნდრი. არა ხოლმე მართალი რა თავდა უნდა გეთქვა მიიღე შეჭება. და მიიღე. კარგია. აი მე აღარ შემიძლია ინდე რაღაცებია მოსაყოლი რომ. კარგი ისტორია. ბატონ საშა
ლივერპულზე გითხარით რა, ლივერპულში ჩასვლა სტუმრობაზე. წეგამყვებოდით რაღაც საინტერესო. ნუ ახლა 79 წელია ჩავფრინდით ლონდონში. ეთამაშებით ჩემპიონთა ლიგაზე გამოდივართ, ეთამაშებით ლივერპულს და მიგვიღო საბჭოთა კავშირის ელჩმა. რა თქმა უნდა, საელჩო წარმომადგენლები ყველანი ხარიან და ბოლოს ჟურნალისტები რო წავიდნენ, ელჩმა მარტო დაგვტოვა. შეხედოთ, რომ სოფლიო რუკასო ფეხბურთელს მოგვართა. დაახეთ რა ხელა ქვეყნის ჩემპიონები ხართ. ეხლა შეხედოთ ინგლისოდან. მე განაარიც რომ ლივერპულის სოფლიოში საუკეთესო გუნდია. მე ზეგ ჩამოვალო ლივერპულშიო და აქ ჟურნალისტები არ არიან და პირადად ჩემი თხოვნა იქნება დიდი ანგარიში თარწავოთ. ხო. როგორია? ძალიან ცუდი და თქვამი. 3 საათის შემდეგ ჩავედით ლივერპულში, ღამის 2 საათია და სასტუმროში დავხვდნენ ვიტალი დარასელიას კლასელები, ოჩამჩირელი, 3 სომეხი ბიჭი. რომლებიც უკვე 10 წელია შტატებში არიან, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდნენ ვიტალის საბალეტში. ლივერპულში როგორ გაგვიხარდა? ეს ბიჭები ჩამოვიდნენ იქ რა და სხვათა შორის 10 წლის შემდეგ 10 წლის უკან ორი ის სომეხი ბიჭი ჩამოვიდნენ ჩემი ვიტალის დარასელიას მეუღლე მარინა მამალაძე და ვიტალი კლასელები იყვნენ და ერევანში ჩამოსულან ეს სომხები რომელიც იქ ლივერპულში ჩამოვიდნენ და მარინა აქაურდა მარინას ვნახოთო რა მოდიო რა და ჩამოვიდნენ ვენაცვალე ახლა მეგობრობა მარინა მოინახულეს და მარინამ დამირეკა და მე თქო ის მესამე გარდაიცვალა ერთი თნორზე ჩემი ნახევრიდან წავიღე ვაგებდით ხო და სკოლებურა ვიტალი დარასელიასთან გავითამაშე სტენკა და ერთ-ერთზე გავედით გვერდიდან ესე დგას კარები და კლემენსი დგას კარებში და აქედან მარჯვენა შევედი ამ დროს მარჯვენა შედიხარ ყველა მეკარე ფიქრობს რომ დანიშნა დაარტყა ხო გარეთნა დაარტყა და მე ბლიჟნიში ბაჩუკი ჩეუგორე რუსიმ შეაგდო სოფლიო ჩემპიონატზე აი ეგეთი გოლი და ესე შევაგდე რა და თბილისის კიდე ჩემ ჭილაემ რეიდი გააკეთა. აუ რა იყო. კი ბატონო. და რამაზი მირე შეაგდო. მეორე გოლი ყიფო რომ მაგარი პინტები ჩაუტარა, გუცაევარ შეაგდა. მესამე პენალტი რომ მოხდა. მე მარტყმევინებე. კი. მოდი ეგ მოგვიყევი რა იმაში ბატონო. ეგ მოვყევი. არა. ეხლა პენალტი და პენალს არავინ არ არტყავს. 79-ში გაბიელემ რო გაზავსაუღო პენალტი. მოსკოვის დინამოს. კი. იქაც ხო პრედამტორდა და პენელს რო ვარტყავთ, მანუჩარამ გოჩას მოკიდა ხელი და არ არტყმევინე. არ არტყავს რა. პირველი ყიფიანმა გააფუჭა, მერე გუცაება. მანუჩარამ გოჩას მოკიდა ხელი და მიდიან. მე ვთქვა ახალკაცი ხო არ არტყავს პენალში. რატო მოკაში მიდია და ბოლოს მან შეაგდო მანუჩარამ მაინც დაარტყა რა. ახალკაცი ხო არ არტყავს მაგას და აღარ შემეცდა რაღაცა და მოყვა. ბატონ საშა, ვიტალი დარასელიაზე რო არ კითხოთ არ შეიძლება. რაღაცა ისე მოხდა მე. ეს ჩემო კობა. ეგ ამბავი არც ვიცოდი ხა. ეს ისეთი ტრაგედია 53 წელი გავიდა, რაც ვიტალი აღარ არის ჩვენს გვერდზე. 12 დეკემბერია შვებულებაში ვართ. და ჩვენ შვებულებაში კი ვიყავით, მაგრამ ყოველდღე ვიკრიბებოდით ერთად. და დინამოს ბაზაზე პატარა მინი ფეხბურთს თამაშობთ, მე შევდიოდით აბანოში და ეგ 82 წელი. 2 წელია და ვიტალი მეუბნება რომ საშაო ჩემო ძმამ თანხა წააგო ხონში და ხვალ მივდივარო თანხა უნდა ჩაუტანო და ვის მიყავ მეთქე და ჩვენი მეგობარი იყო ტარიელ მიხავა და ტარიელს მიყვებიო ტარიელ მიხავა მუშაობდა ვაჟობშაველაზე ტაქსების მეორე ატაკა იყო იქ იყო კოლონიის უფროსი და მოსკოვიდან თბილისში ჩამოდიოდა ერთ დღეღამეში რა. არა, ნუ ტარიელი ჩვენი ძმა და მეგობარია, მანამდე ტარიელ მიქავა ავარიაში მოხდა ჟორასი ჭინაოსთან გადარჩნენ. მეორეც მოხდა ავარიაში ოთარ გაბელიასთან გადარჩნენ და ახლა ვიტალი დილით რომ მივიდა ტარიელს მანქანა ყავდა ბიოკი და
რომ გადაჭდა ვიტალი ტარიელის ბიუქში, ტარიელი დაჭდა საჭესთან ვერ დაქოქა. და ტარიელმა უთხრა ვიტალი, შენი მანქანით წავიდეს და ვიტალი დაჭდა რულზე. დღეს ზუსტად 53 წელი გავიდა, რაც ვიტალი ისმა ბიძამ იპოვა. იქ მაშინ ვერ იპოვეს, ხო? ვერავინ. იმ დღეს ესენო გადავარდნენ. ქუთაისთან მოდიოდნენ პროფესორები. ლექტორები და ისინი გადავარდნენ ზუსტად იმ ადგილას და იქ რომ ამწერ რომ მოვიდა მანქანა და რომ ამოყავდათ ამ პროფესორების მანქანა ისინი გადარჩნენ. იქ შეამჩნიეს გვერდზე მანქანის სახურავი წითელი და სრულიად შემთხვევით. შემთხვევით ხო და რომ ამოიყვანეს ვიტალის ნომერი 013. აი ესა გაიგეს რომ იმ დღეს 300 მეტრში დავალა დინარი ძირულაში ტარიელ მიხელის წედარი ვიპოვეთ და ვიტალი ვერ ვიპოვეთ. აი 13 დღის შემდეგ ბიძამისმა ხელისწევანი ქონდა ამოწეული ძირულაში 6-7 კილომეტრი კოტრები და ის რო არის. ხო, აი შროშაში იპოვა ბიძამის. წაღებული და იქ ჩაუტანია და ხელისწევანი ქონდა ამოწეული და ეს ბიძამისმა ბოლომდე ჩვენ გვეკონა რომ ალბათ იჩხუბეს რაღაცა და 1000 რაღაცას ან ჩქარობდა და როგორც ამბობენ ბატონ საშა ძალიან მაგარიო, ხო? ვიტალი რას ლაპარაკო კაცო. პირველად მე მასეთი გასასინჯად რომ მოყავდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. ეხლა ხურცილავა, ჭელიძე, ხინჭიგაშვილი, ძოძუაშვილი და ამათთან ეხლა ყველა მორიდება. აი ამას. ამ ხელ ავტორიტეტების წინაშე ისე თამამად ითამაშა. შოთას წინააღმდეგ, ხინჭიგაშვილის წინააღმდეგ ისე თამამად. ვითომც არაფერი რა. ისე შემოვიდა რა, რომ ჩამოყალიბებული მაგარი თან ეხლა ახალგაზრდა მამა გარდაეცვალა და დედმამიშვილებზე ყველაზე უფროსი იყო და ამას მიყავდა ქუჩაში რა. გაზეთებს ყიდიდა. ვიტალი? ო და ქუჩაში გაზრდილი გამოცდილება ყველაფერი და ესეთი ჩამოყალიბებული ჩამოვიდა. ოჯახზე პასუხის გზა. აბა რა კაც. აი ესეთი და ეხლა 53 წელი გავიდა და რამალე გადის ეს წლები და იმ გოლის მერე რაო ვიტალი? როგორ გოლი შეერდო? ო და ეხლა დიდი თასი ხო არის და ის პატარა თასიც პატარა საუკეთესო ფეხბურთი. ხო და მეორე დღეს თბილისში რომ ჩამოვედით აეროპორტში თავრობა დაგხვდა. და ნოდარ ახალკაცი წაიყვანეს თავრობაში და ჩვენ აეროპორტში რესტორანში ვძივართ და კაი ხასიათზე რა უკვე ახლა. ნოდარ ფარსტანოვიჩი და ჩვენს და ნოდარი მითხრა ეგ მოსკოვში, ხო თუ თბილისში? თბილისში ვარ. თბილისში. და ეს თასი ხო ვიღაცას იცედა, ხო მივეცით იქ რა ქვია თავრობას. და იქიდან ტრამზე ჩამოდიან ეს ისინი და არ მინდა სახელმწიფოები დავასახელო თავრობის წარმომადგენლები და ეს თასი ფილის 4 საათია და ვიღაცა ხონდა წაიღოს. და ნოდარ წაიღერა სახლში რომ სახლში წავიღე ბიჭო ეს თასი. იმ ღამეს ეს თასი და თელმა ნახალოკამ ჩვენთან გადაიღო სურათი. თელი ნახალოკა ჩვენთან იყო სახლში ყველა თასთან აქვს სურათი გადაიღო. ესე მართლა ისტორიული მეორე დილით ილია ვიტალი და თავის მეუღლე მარნე ამოვიდნენ ჩვენთან სახლში და ორივე თასები გვიჭირავს. ვიტალის თავისი გამარჯვების თასი, მე ის თასი და აი ეს ბატონის საშას შესახებ რაღაც ერთ აუცილებლად მოვყვები. იყო ესეთი პერიოდი 21 წლამდე ნაკრების ძნელად როცა იყავით ჰოლანდიასთან წააგეთ. გაცვლა. ანგარიშით და მოხდა ესეთი რაღაცა 4 დღეში იყო თამაში შოტლანდიასთან. მე ვიცი ეგ ფეხბურთელებისგან ის ისტორია რომ ამ დიდი ანგარიშით წაგების მერეო ისე ცუდად გახდაო ბატონი საშაო რომ აი შემოვიდაო და აი რა დავალება უნდა მოგცეთო ჩემი გულისთვის ითამაშებო რა. და მახსოვს რა ის თამაში გადახიეს შოტლანდია რასაც ქვია 2-1 ეგრე იყო აქ მესკლზე იყო ეგ თამაში შოტლანდიაში ნაკრები რო ჩავედით ჩემი სახელობის
კონიაკი და ვისკი მომიტანეს. შოტლანდიაში. შოტლანდიაში რა, შოტლანდიას რო გოლი შეუგდა იქ. უკვე ეგ პერიოდია არა, რო თამაშობდი კაც, ნაკრებში რო იყო. ნაკრებში რო იყო. არა კაც. ოდე ხა იქ უემბლიზე კიდე 2-0 მოუგეთ ინგლისის ნაკრებს და თელმა ინგლისმა დაწერა გენერალ რუსკაია ბარონი. მაგ პატრულზე მოყევით რა, ეგ ძალიან მაგარი ისა. გვერდზე რო მოგიდგათ პატრულზე. ჩემ ბიჭზე საჭესთან. და გვერდზე დაგვიდა პატრული და აქანა გადააყენეთ. არაფერი არ დაგვიშავებია კაცო და ვერ ვიცნეს. და ეს ჩემ ბიჭს უნდა რემენი არ აქვს რა და გვერდზე რო გადავდექით 40-დან 50 ლარამდე ყოფილა რა ეს. 40 ლარია. გადავედი და იმ პატრულზე ვეუბნე, ვინც აქტიურობს. ქვითარი მე მომეცემეცია, რომ მოცა ქვითარი, რაგვარი ხარ მეთქი და ჯანაშიაო და რომელი წლიანი ხარ მეთქი და 91-იანი და მამაშენი ცოცხალი არის მეთქი, კი, მე კარცელის ბალაში გობდა. მეორე დილით ფედერაციაში ამოვიდა მიშა. ბატონო საშა ქვითარი მომეცი რატომ მამაჩეს მოუღოში მაგერაშენი და ჩიმოწერა წაიკითხე. ბატონ საშა, გავედით ნელ-ნელა ბოლოში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ვიდეოს. წარმატებებს გისურვებთ და რა ვიცი, ყოველივე საუკეთესოს. მე ჩემო კობა, ჩემო ილია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი პრიზები მაქვს აღებული, მაგრამ ეს განსაკუთრებით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ ეს პრიზი გადმოცეთ და მეძლებო უფლება რომ დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ. და წარმატებული ყოფილიყოს მთელი ჩემი რესპუბლიკისთვის. წარმატებული ყოფილიყოს განსაკუთრებით ქართული სპორტსმენებისთვის. და რა თქმა უნდა, ახლა მე ფეხბურთელი კაცი ვარ და რეალურად მინდა რომ ჩემ საქართველოს ნაკრებს ყველა წლოვანებაში სულ წარმატება. იცოცხლება. კარგად გზნობთ და დიდი მადლობა. გილოცავთ. მადლობა, გილოცავთ ამ პრესაც და დამდეგ ახალ წელს. იცოცხლეთ. უღრესი მადლობა. წარმატებები და ყველაფერი საუკეთესო. მიულოცავთ. გილოცავთ თელ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ საქართველოს.